საქართველოს მსოფლიოს მიმართ წმინდა კრედიტორი გახდა, ანუ მიმდინარე ანგარიში პროფიციტულია, როგორც TBC კაპიტალი აღნიშნავს, მაჩვენებელი მცირეა და რეინვესტირებული შემოსავლების გამო რიცხვით 82 მილიონი დოლარია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ანგარიშის დადებითი ბალანსი ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა. საინვესტიციო ბანკი განმარტავს, რომ გასულ წელს უცხოურ ვალუტაში რეზიდენტების შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა და მიმდინარე ანგარიში სწორედ ამ ბალანსს ასახავს. რაც ნიშნავს პროფიციტული ანგარიში და რა მაკროეკონომიკური მოლოდინები აქვს საინვესტიციო ბანკს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე TBC კაპიტალის მთავარ ეკონომისტ როთარ ნადარაიასთან ერთად ვისაუბრეთ, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემას შართვის. თავდაპირველად რომ განმარტოთ, რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ პირველად გვაქვს პროფიციტული ანგარიში, რა მაკროეკონომიკურ გათვლებს ეფუძნება ეს მონახაზი და შემდგომ უკვე შევეხოთ იმ მოლოდინებს, რომელიც TBC კაპიტალს გაქვთ განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენ ტელემაყურებელს რო ვთქვათ მარტივად, ანუ მიმდინარე ანგარიში რას ასახავს ექსპორტს, იმპორტს, ასევე მომსახურებას, იგივე ტურიზმის მიმართულებით იქნება ეს თუ ვთქვათ, იგივე შუა დერეფნის მიმართულებით, ხო, ტრანზიტის მიმართულებით. ასახავს ასევე მიგრაციის ეფექტს, ხო, საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპორტი, ანუ იგივე მომსახურების ექსპორტი და გზავნილები. ანუ ეს მიმდინარე ანგარიში არის ჩვენ, ესე იგი, საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის მარტივად რო ვთქვათ, ესე იგი, ოპერაციები ოღონდ ვალის გარეშე და ინვესტიციების გარეშე, ხო? ანუ მაგალითად რო ჩვენ ესეთ ქვეყნები როგორც არის თქვა ტაივანი, სინგაპური ან ტაივანი უფრო კარგი მაგალითია, მათ გააქვთ უფრო მეტი ექსპორტზე, ვიდრე შემოაქვთ იმპორტი, ხო? და ასევე სხვა კომპონენტები რაც ჩამოთვალე. ამიტომ ეს ქვეყნები ინვესტიციებს ახორციელებენ საზღვარგარეთ. ხო, ანუ მაგალითად ყველა მუხლის მარტივად რო ვთქვა ჩვენ ტელემაყურებელს, მარტო ექსპორტი იმპორტი ვთქვათ, ისე და ისე ტურიზმი გზავნილებით შედის ამაში და სხვა ესე იგი არავალთან და ინვესტიციებთან დაკავშირებული მუხლები, ხო, ოპერაციები. ანუ ჩვენ თუ მეტი გავიტანეთ ექსპორტზე და ნაკლები შემოვიტანეთ იმპორტით, ეს ფული ხო დაგვრჩა რეალურად, ხო? და ამ ფულს ვანთავსებთ საზღვარგარეთ, ამა თუ იმ ფორმით, ხო? ეს იქნება ეროვნული ბანკის რეზერვი, ჩვენი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების ინვესტიციებიც, რომ ბოლო პერიოდში ყველას არ აქვს ამის საშუალება, მაგრამ გახდა პოპულარული ამერიკის საფონდო ბირჟაზე ინვესტიცია და ასე შემდეგ, ხო? ჩვენი ეკონომიკა როგორი იყო ისტორიულად? ჩვენი ეკონომიკა იყო ამ მიმართულებით დეფიციტური, ანუ ჩვენ მუდმივად დეფიციტი ქონდა, ჩვენ თუ ავიღებდით ექსპორტს, იმპორტს, თუნდაც ტურიზმს და გზავნილებს და ეს ბალანსდებოდა უცხოური კაპიტალის შემოდინებით, როგორც იყო ვალის აღება და ინვესტიციები. ამ მხრივ მართალია მცირე დადებითი მაჩვენებელია. უბრალოდ თუ არ ვთქვი 80 მილიონია ეს მცირე მაჩვენებელია დოლარი. ეს იყო მართლაც პირველი წელი იქ რეინვესტირებას ხა ჩვენ ტელემაყურებელს ტექნიკურ დეტალებს რო გადავღალოთ. ანალიტიკურად ეს იყო პირველი წელი, როცა ჩვენ გავხდით კრედიტორი, ანუ რეალურად ჩვენ მიმდინარე ანგარიშით რაც ჩამოთვალე რა მუხლები შედის, ასე ვთქვათ, უფრო მეტი ფული მივიღეთ, ვიდრე გავეცით. ახლა რა თქმა უნდა, იგივე თუნდაც ტაივანი არ გავხდით ჩვენ ერთ წელიწადში, მაგრამ ეს ძალიან ნიშანდობლივია. კი ბატონო. მთლიანობაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, როგორი სურათი გვაქვს მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან მიმართებაში, რა მოლოდინები გაქვთ განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათ შორის საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარეც საკმაოდ ნეგატიური მოლოდინები დააფიქსირეს, რაც სავარაუდოდ ასეც იქნება, იმიტომ რომ საკმაოდ რთული მდგომარეობა ნავთობის ფასებიდან გამომდინარე, თუმცა პირდაპირ ნიშნებაა, რომ რეალურად სოფლიო ეკონომიკა სავარაუდოდ მომდევნო თვეების განმავლობაში შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს და ამ კუთხით ზრდის მოლოდინი მათ შორის არც სავალუტო ფონდს არ აქვს. საქართველოსთან მიმართებაში როგორი სურათი გვაქვს და რამდენად შეგვიძლია იმის თქმა, რომ აი ამ საკმაოდ ნეგატიურ პროცესებს რეალურად ჩვენი ეკონომიკა ამჯერადაც გაუძლებს. დიახ, თქვენ გახსოვთ, თქვენს ეთერშიც იყო ჩვენი პირველი შეფასება, თავისთავად როგორ განვითარდება მოვლენები, რა თქმა არის ეს უკაცრავად, მაგრამ ეს ასია
და თქვენც რომ ბოლო აი დღეს მაგალითად გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი არის ხომ რომ შეიძლება ეს დარეგულირდეს ასე ვთქვათ ეს კონფლიქტი სხვა შორის ამაზე არავინ არ საუბრობს მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რომ თუ ეს კონფლიქტი დარეგულირდა დაახლოებით იმ თუ დარეგულირდა დაახლოებით იმ შეთანხმების ფარგლებში რაც არის საუბარი ანუ ძალიან დიდი ზრდა იქნება უკვე ირანის ეკონომიკის ხო რომელიც ანუ ამაზე ბევრი არ საუბრობს ესე ძალიან მნიშვნელოვანია რომელსაც აუცილებლად ეკნება ზეგავლენა კავკასიის ქვეყნებზე ხო იგივე სომხეთი აზერბაიჯანი და საქართველო ხა ჩვენ თუ შევაჯამებთ იგივე ჰორმუზის სრუტეში რასაც ითხოვენ ისინი ტრანზიტის შემოსავალს ასევე თუ მათ მოიხსნებათ სანქციები და ასევე გაყინული აქტივები რაც აქვთ სანქციების გამო იმის გამოყენების საშუალებას თუ მისცემენ ეს არის დაახლოებით ირანის მშპ-ის 50% ანუ სრულად წარმოუდგენელი რიცხვი ანუ ძალიან დიდია და ესეც უნდა გავითვალისწინოთ ხა ვერ გეტყვით ნამდვილად თავად რა ალბათობა ამ სცენარის მაგრამ ესეც უნდა გავითვალისწინოთ დანარჩენი თქვენთანაც გვისაუბრია ეთერში რომ უკაცრავად რომ ჩვენი შეფასებით ნეიტრალური გავლენა ექნებოდა ამას ყოველ შემთხვევაში რაც არის საბოლოო სცენარი ლარზე და ზრდაზე მცირედი თუ არ ყოფითი ხო ნუ დაახლოებით ამ მართულებით მივდივარ ჩვენ ნახეთ რომ მცირე მერყეობა იყო ლარზე და შემდეგ უკვე ვითარება დასტაბილურდა ზრდას რაც შეეხება თქვენ ტურიზმი ახსენეთ და რა თქმა უნდა არ არის აქ სახალხო მდგომარეობა ტურიზმის კუთხით როგორც მარტი ასევე აპრილი რო ნახოთ ჩვენ უკვე მნიშვნელოვანი კლებები არის თუმცა თუ ეს ვითარება შენარჩუნდა გარკვეული პერიოდი ხომ ასევე გაიზარდა სასუქების ფასები იცით რომ ჩვენ სასუქების ექსპორტიორი ვართ იგივე ფერო შენადნობების ფასები და ასევე მნიშვნელოვანია რომ თქვენ ნავთობი ახსენეთ რა თქმა უნდა ნავთობის ფასი სასუქების ფასი ეს ინფლაციის კუთხით ძალიან დიდი გამოწვევაა მაგრამ საავტო შემოდინებების კუთხით არ არის აუცილებელი რომ ჩვენ მაღალი ნავთობის ფასით აუცილებლად ვიზარავოთ რა თქმა უნდა ინფლაცია პრობლემა ეს გამოიწვევს საავტო გადინებებს ჩვენგან მაგრამ იმის გამო რომ მაღალი ნავთობის ფასის გამო მეტი ეკონომიკური ზრდა იქნება რუსეთში აზერბაიჯანში ყაზახეთში ანუ ჩვენ სავაჭრო პარტნიორებში რომელიც ნავთობზე არიან ხშირად ეს ორივე ერთმანეთს აბალანსებს ხო რეალურად ამიტომ ამ ვითარებაში ისევ და ისევ დიდი პატივისცემით იმ განსაკუთრებით ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლების მიმართ რომლებიც ძალიან კონცენტრირებული იყვნენ ამ რეგიონზე და გვესმის რომ იქ ფრენები აღარ არის და ვიზიტორები აღარ არის თუმცა მთლიანობაში მაკროსურათი რომ ამ დღეს როგორც მიმდინარეობს პროცესი ამან რომ შეცვალოს ამის მოდიდი ჩვენ არ გვაქვს რეალურად ხო ანუ ისევ და ისევ ლარზე ნეიტრალური და მცირედით ზრდაზე უარყოფით ეხლა თუ ეს კონფლიქტი მორჩა და უკვე ახლა შეიძლება წელს არა მაგრამ მომავალ წლებში ჩვენ მივიღეთ იგივე მიგრაციის ეფექტის კუთხით თემები ასევე მოგახსენეთ რომ თუ მოხერხდა რეგიონში სტაბილიზება თუ მოხერხდა ხო იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ უფრო მასშტაბური ესკალაცია ხო მათ შორის ახმერეთ ოპერაციის კუთხით თუ მოხერხდა ანუ აუცილებლად და იგივე რაზედაც ახლა არ უნდა საუბროს ბევრი ძის გამო, მაგრამ ეს ობიექტური რეალობაა, ხო, როგორც ის რომ ამ სამწუხარო მოვლენებში უკრაინაში იმოქმედა ჩვენზე დადებით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ოთარ ნადარაია იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.